საღამო მშვიდობის სამეგობრებო, ყველაზე დიდი მხიარულება იწყება რუსთავი 2-ზე, რადგან ეს გამომწვევი თამაშებია. Thank you, მისი წამყვანები ზურა გორგაძე და თაკა ჩორგოლაშვილი. საღამო მშვიდობის კიდევ ერთხელ. და სანამ სტუმრებს წარუდგენდეთ და გამოვიწვევდეთ სტუდიაში შეიძლება ითქვას, მანამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი წარმდგენია Coca-Cola, რომელიც ყოველთვის გვავსებს საჭირო ენერგიებით, რომელიც ასე გვჭირდება. და აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი, ვინ თუ არა ფრანგული ბრენდი ივროშე. კიდევ ერთი პარტნიორი ვყავს ჩვენს გადაცემაში, ქართული ღვინის სახლი, რომელიც ზრუნავს ღვინის მოყვარულთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე. და კიდევ ერთი პარტნიორი, ერთადერთი საერთაშორისო ევროპული სათამაშოების მაღაზიათა ქსელი საქართველოში, ეს გახლავთ XS სათამაშოები. სწორედ ამ სტუდიაში არაერთი სტუმრის თავგადასავალი იხილა უკვე ჩვენმა მაყურებელმა და დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი, იქნება თავგადასავლებით და სანახაობით სავსე დარწმუნებული ვარ. მეც დარწმუნებული ვარ და ამ სანახაობას ყველაზე უკეთ ქმნიან ვინ თუ არა ჩვენი გადაცემის სტუმრები, რომლებიც მოკლედ ძალღონეს არიშურებენ იმისთვის, რომ გამომწვევი თამაშების გამარჯვებულის ტიტული მოიპოვონ და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მცდელობას ეს ტიტული ჩაიგდონ ხელში, დღესაც არ დააკლებენ. და დროა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ამინდის შემქმნელი უმორისა პატა გულიაშვილი. და პატას შოუს განუყოფელი ნაწილი შეიძლება ითქვას, ვინ თუ არა გიორგი შოშიტაშვილი და ქსავრელები. გამიხარდა რომ ღვინო არის თქვენი სპონსორი, რომ არ ვიცი. დამძადით მეგობრებო. მოვიდნენ და ცეცხლი დაანთეს გვია ამამ. პირველ რიგში უღრმესი მადლობა იმისთვის რომ გვეწვიეთ. მადლობა თქვენ სტუდიაში. დროა გახურდეთ. დაგჭირდებათ კი. მე მგონი კულისებში ცოტას ებზადებოდი. საერთოდ შეის კამები იყო რომ წამომსკდით. ეს კამებია თქვენია ნამდვილად. მოკლედ ძალიან შეხმატკბილებულები ხართ. იუმორით სავსეები, სულ მაყურებლის გართობაზე ზრუნავთ. დღეს ცოტა კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ და ერთმანეთს დაგაპირისპირებთ და შეიძლება გადაგკიდოთ კიდევაც ერთმანეთს, არ ვიცი. ვაი და რაღაც იყო ბოლოს მაინცევრიდებით უბრალოდ. ჩვენს მოგისხდებით სიამოვნებით, არ იქნება ნამდვილად პრობლემა. პატ, აუცილებლად უნდა კითხო, ახლა ზუსტად ვიცი რომ ჩვენი გადაცემის გამომწვევ თამაშებს თვალს მოკრავდი. მოვკრავდი არა, კაცო, მაყურებელი ვარ, ჩოულები, როგორ გეკადრებათ, რასაო? გიორგი, შენ? კი, რა თქმა უნდა, უყურე და ძალიან მომეწონა და მაინტერესებს აქ რა იქნება ეხლა. აქვე ისიც უთხრათ რომ უკვე იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა რომ მე და შენ დღეს ვიქნებით წყვილში. თქვენ დაწყვილდით უკვე პატა, ორი მსახიობი. ორ მსახიობსთან მოგიწევთ ერთად შეკიდება, მეგობრებო. მაქსიმალური ძალებით. აი გამოჩნდა გრაფიკულად ის ტურები და ის ეტაპები, რომელიც უნდა გადავლახოთ ჩვენ გადაცემის განმავლობაში. და თაკო, რა იქნება პირველი? დავიწყოთ პირველი ეტაპი, ეს გახლავთ ჩელენჯები, რომელიც გულისხმობს სამ აქტივობას, ამას გზადაგზა აუცილებლად გეტყვით. შემდეგი ეტაპი ეს არის მოიპოვე პრიზი. გაარტყით მიზანში და ეჭვი ის როგორი მიზანი გაქვს ნახოთ. გაარტყავთ მიზანში. დავამატებთ ასევე მეგობარს, გვექნება სპონსორის ჩელენჯი და ბოლოს ესეთი თავარი საფინალო აკორდი, რა თქმა უნდა. ურთულესი კარაოკე. რომელიც ვიცი რომ თქვენ ცოტას გაიშინებთ ხოლმე. თუ რა, როგორი თამაშია, ამ ყველაფერს ეტაპობრივად რა თქმა უნდა აგიხსნით, თუმცა მანამდე ხის თხილამურების ჩელენჯი. და გამომწვევ თამაშებს, როგორც უკვე გითხარით, ვიწყებთ ხის თხილამურების შეჯიბრით. ბაკურიანში იცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატი მოგიწყოთ ჩვენ სტუდიაში, მხოლოდ ერთი განსხვავებით, სრიალის ნაცვლად თოვლი არა გვაქვს და ნამდვილი თხილამური. და სრიალის ნაცვლად მოგვიწევს უკვე სინქრონული სიარული. მაგრამ მე მგონი ჩვეულებრივ თხილამურებზე ცოტა რთულია და გართულებულია იმითაც, რომ ჩვენ სინქრონულად მოგვიწევს აუწყოთ ერთმანეთს ნაბიჯები და თავარი ამბავი. ერთი ადგილიდან პინგ-პონგის ბურთები კოვზე უნდა მოვავთანხოთ და გადმოვიტანოთ
მოათასოთ, შემდეგ უკვე აი ამ ეს კოკაკოლის. მოგვიგებს ჭამაუყვარს კოვზით და უცებ გააკეთებს მაგას. არ აკეთებს ეხლა. აქ თავარას არ უყურს. წონასწორობა, პატ, აი წონასწორობა. წონასწორობაში იმედი მაქვს რა. კარგი, ჩავებათ მაშინ ზურგი ჩავებათ. გავუმაგროთ ჩვენს კარგი, თქვენ მეტყველებს. შენ დადექით. არა, წამყვანი ძალა უნდა მყავდეს შენ. რა დავიწყოთ? ნახე წინ მოკლედ, პატ, ყურადღება დაიწყე მარჯვენა ეკრანისკენ. ფეხით. შენი მარჯვენა არის, ჩემი მარცხენა, ხო? კი ბატონო. იწყებ კარგი. თაკო მარჯვენი. კი, დროის ათვლა დაიწყო. დაიწყო. წავიდე. წავედით, დიდი ნაბიჯი, კარგი ხარ, მიდი. დადი, დროზე. ოხ შენ გენაცვალე, პატ, მიდი პატ. მიდი პატ, გადაკვეთე პატ. მიდი. მიდი. მარცხენა, რა შვი. მარცხენა, ისევ მარცხენა. აბა, ვაიდარი? მივედით. კაი, ეხლა თავარი არის რა? ვიდე სწავლი. აი, ერთი კან. ეხლა ვიწყებ მე მარჯვენა. ვაი, ხამოსა. ავალი. მარჯვენა. 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 აიღე. მაინც აიყავი აქა. არა, უნდა ავიღო. მარჯვენა. ისა, კარგი. მარჯვენა. მაიცადი, არი ნერვიულო, მოიცადე. აი რა. როგორ მოვიგე? აქ რა უნდა ჩაგვიდე რა ასკულიანი. ეს იყო ასკულიანი. აი ხუმრობა. სულ რაღაც 100 ქულით წინ არიან. წინ გვაქვს ძალიან სახალისო გამოწვევა, მოკლედ 100-ით 0-ია ანგარიში ამ შემთხვევაში და შემდეგი გამოწვევა რა იქნება? და ძალიან დაიწყო. პატ, მე მგონი უნდა გამას. არა, კაცო დავიღალე რა. მაგრამ პატა მე გეტყვი ახლა რა მოგიყვანს შენ ძალიან კარგ ხასიათს. ხო, აბა მიდი. შემდეგი გამოწვევა. საწრუფი და კამფეტები. გადავინაცვლეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც გახლავთ საწრუპებით ტკბილეულის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. გადასარევი, ეს არის გენიალური. პატ, მე მგონი მეგობრებო, თქვენ გექნებათ გამოცდილება აი ღვინის ბოციდან ესე მილით გადმო დოქში არა? ჩვენ პირდაპირ გრაფინი. შენ გიორგი? არც მე პირდაპირ. არა, მაშინ გაგიჭირდა. როგორ არა, ეს ხილამურებზეც ნადგომი იყო და ისე გააკეთა წენივრად გააკეთა. მოკლედ, სანამ დავიწყებთ ამ ტურს, მაყურებელს შევახსენებ აქვე, რომ ახლა თქვენს ტელეეკრანებზე გამოჩნდება ჩვენი გადაცემის სახელწოდება. გამოგხევით Challenge Show-ს გვერდზე, ოფიციალურ გვერდებზე და რა თქმა უნდა, იქ კიდევ უფრო მრავალფეროვანი სანახაობა გელოდებათ. აბა მეგობრებო, მზად ხარ? არი, ვერ გავიგე რა. ხედავ როგორ უნდა გამხნევება. მოდი მაგას მეგავაკეთე. ამან უნდა გააკეთოს. აი ესე რა, აი ესე ცოტა ხასიათზე მოვიდე. მოდი, გული უნდა გაგიკეთო. რა შვებით? ჭამთ ამას. მოკლედ, მეტი ვიზუალიზაციისთვის მე და თაკო გაჩვენეთ როგორ უნდა გააკეთო. კარგი. აბა რა. ვიღებ საწრუფს. აჰა. შემდეგ აი ამ ფერად ტკბილეულს რომელიმეს ავირჩევთ. აჰა. გამოყვები მე. რას ვაკეთებთ? მე და მასე ვაკეთე. მე დამივარდა, ესე არ უნდა ქნა. გასაგებია, იქ უნდა ესე არ უნდა ქნა. გასაგებია. ანუ შეწოვა თუ გაკაი. ანუ გამოგდის ეგ. კარგი კომპრესია, რომელსაც გექნებათ. აი ის გამოგდება კარგი. გასაგებია. გამოვიღებ ეხლა. კარგი, მზად ხართ, გიორგი? კი, რა თქმა უნდა ეხლა. ისინი ბევრს ხმაურობენ. და ცოტა რაღაცა ჩვენ ხმაურიანი ხალხი ვართ, არტისტები. ბევრს ხმაურობენ, იქაც ხმაურობდნენ წეგან ბევრს. პატა, ვაცი ხმარა მოგვიღია ბურთი ქონა გათხენი. მეტი არასოწამია. რა ხმაურობდი? დავიწყო. დადე, ხედავ რომ მე ხელში არ მიჭირა. პატა, გიორგი, ყურადღება ეკრანისკენ. ახლა დრო ჩაირთვება და რომელი თქვენგანიც მოახერხებს 3 ტკბილეულის გადატანას აი იქ მდებარე საწრუპებზე ის იქნება გამარჯვებული. აბა თქვენიც და თქვენმა მონდომება. მოიმარჯვე. ავიღოთ საწრუპი. მაშ ასე ყურადღებით ჩაირთო.
გიორგი, კარგად შეიწუს. არ ვარგა. მიდი ნელა, მშვიდად, ორა და. და მიდი. ყოჩა, ჩვენ უკვე ხილად და ერთი ტკბილეული. კარგი ხარ. მიდი. დაუჩქარე ხა, დაუჩქარე. ის გასწრებს, ცოტას გასწრებს. მიდი რა დაგივარდეს რა, გიორგი. აი ესე კარგი. არა უშავს, მიდი. ნელა. გააგზელე, ასე გააგზელე. ისინი ბევრს ჭინჭყვა. არა. გიორგი დაგივარდეს, გიორგი. ნელა, მშვიდად ყოჩა. შენი დედამატიში. და პირდაპირ სიხარული. ძალიან ცოტა დრო რჩება. როგორი დინჯია და ვინაია, ესე მშვიდად მოგება მე. არა უშავს. გაქვს დრო კიდე, ისინი ჯერ მეორეზე არიან. აი ხო კი უნდა ვიჩქაროთ. მიდი. მოდი. ნელა, აი ხლა თავი ნელა. მოდი პად დაუვარდა ჩარა მოდი და ხილად ნელა არ ინერვიულო არ დადო კარგია დადე გაუშ იდი ნელა შვიდად ნელა აი ხა არ უნდა იჩქარო ეხა არ უნდა ეხლა ეგენი 3 მილიონი არა უშავს არა ამას თავი დაანებე მოდი ეს უკვე არის ეს ითულება რა ითულება არა ესენი მერე გადმოვა დადე რომელი იყო პირველი თუ ესენი არ უნდა გადმომოვარდნოდა არ უნდა გადმომოვარდნოდა კავჭიკში შეგაჟიბრებთ და რომელიც გადავიდა გადაახვიეთ თუ შეიძლება არა პირველმა შეძლო რა გადაახვიე მოიგე ჰა მიდი გადაახვიე მაგრამ მე მგონი აქ წავაგე ისენი რომ ჩამოვარდე არა ეხო დალაგებული არა უბრალოდ მესამე კამფეტის მოთავსება გიორგიმ პირველმა შეძლო სამივე ჯანსაღად გამარჯვებული არის შესანიშნავად გამოიყურება ამ ტურშიც გამარჯვებულები არიან თაკო და გიორგი ბრავო აი სადმომი ორასით ნული გახდა რა სამი კატა ისე განიცდის ამ ქულებს რომ მაგს რო ეხა მოიშალა ნერვები თაკო ერთი 100 ქულიანი თამაში დაგვრჩა ამ ტურში პატა გიორგი მაშასე რა გჭირდება ახლა სტუდიაში რა თუ არა ღვინის ჭიქები და ჩვენი მონაწილეები უკვე მზად არიან ახალი გამოწვევისთვის. მოკლედ ყურადღება ჩემკენ, ღვინის ჭიქებისკენ. ზურა, შეგიძლია ვანახო? იცით რომ ფეხით მაგრად ვაკეთებ და მაინდა-მაინც ხელით ვაკეთებ. შენ თუ ამას ფეხით გააკეთებ? ფაქტობრივად ურთულესი კარაოკეც არ და. აი შეხედე როგორ უნდა გავაკეთოთ. მოკლედ, აი ესე ადგილზე ვიღებთ ბურთს. გადაიტანთ ერთი ადგილიდან მეორეში. და მოვათავსეთ მეორეში. ვინც პირველი გადაიტანს სამ ბურთს, ის არის გამარჯვებული. დრო არის 2-0. მე გამოდის რომ მიქსერები მაქვს. ბიჭო რა გინდათ რეის ვაკეთებინე. წამოიღე ხლა, აბა ისევ ესე წამოიღე ეგ ბურთი. რა პრობლემაა? გინდა წამოვიღო. აი პატარა ჭიქითაც წამოვიღებ და აი აქ ჩაგიგდებ რა გაგიმარჯვეს. ღვინო არ გადავა ეგრე ჭიქიდან ჭიქი. არა ვიცი, მე შენ არ გელაპარაკე. არ მესმის. ღვინოს ჩადოთ თუ გინდა, ოღონდ შემდეგ სტუმრობაზე. თქვენი ყურადღება ეკრანისკენ მეგობრებო. ეკრანისკენ თუ ჭიქისკენ დაიწყება დრო. 3 იმ წავსებ და დაიწყოთ. 2 1 და დრო დაიწყო. მიდი პატ. მიდი. პატ. შემდეგ. სწავლას ახდენს, ყველაფერი გამოვხდი. მის დედავათი. უფრო ახალხალე, უფრო მეტად ახალხალე. ერთი და მეორე ახალხალე. ანუ ორი გააკეთა უკვე. ახალხალე. გიორგი, შენ გადიოდი ამ თამაშებზე თუ რა ხდება? არა უშავს ჯერი. გავახალხალო რა. ახალხალე ბა. ახალხალე. მიდი პატ, მიდი. აბა მილო. ისევ გამარჯვებული, მაინც მართლა დადიოდა მე. ესე მშვიდად გადაცემა არ წამიყვანია მართლა. მე ოფლი მომადგა უკვე შულზე. ერთი წამი. აი ეს როგორ გააკეთე? პროსტა ამიხსე. აი ეს, რამეერად უნდა გავაკეთო, არ ვიცი. აი არ მე რა. რაღაცა გესწავლებინა, პრაქტიკა გაგეტარებინა შენი. მე ვარჯიშე. დაგერიგებინა. ვარჯიშე მაქსიმალურად. თაკო, მაგრამ აი რა გავაკეთო ეხა? ნუ არ ვიცი, არ გამომდის, ვაგე. 7000-ით როგორ არის? კარგი, პატ, ჩვენ ისე გვექნება შანსი, გექნება მოგეირათ, გადასწრებით და არის. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ეს იყო 100 ქულიანი ტურები. აი ამ შემთხვევაში არის 300-ით 0, მაგრამ შემდეგი ტური არის უკვე 200 ქულიანი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ მოიპოვე პრიზი
და თავად სახელწოდებაც გვეუბნება რომ იქ რაღაც პრიზიც იმან ეჭვა. ამასობაში მივადექით კიდევ ერთ გამოწვევას, რომლის სახელწოდებაც არის მოიპოვე პრიზი და გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ჩვენს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა რომ მოიპოვონ პრიზი და პრიზთან ერთად აუცილებლად დააგროვონ ქულები, რომელიც პატას ძალიან სჭირდება ამ შემთხვევაში. მაყურებელს ვეთყვი რომ მოიპოვე პრიზ და მოიპოვე ღვინო შეიძლება ითქვას. წარმოგვიდგენს ქართული ღვინის სახლი, ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი. კომპანიის მისია კი გახლავთ ღვინის მოყვარულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც შექმნილია საუკუნოვანი ტრადიციების შესაბამისად. აქტაში უნდა. და რაც შეეხება უკვე ჩვენ წესებს, ჩვენთან წარმოდგენილი არის გურმანის მუკუზანი, წითელი მშრალი, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონის მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მისი დავარგება ხდება მუხის კასრებში, რითაც ღვინო იძენს დამახასიათებელ ტონს. რა თქმა უნდა, ასევე ჩვენთან წარმოდგენილია თბილისობის საფერავი, წითელი მშრალი კახეთის რეგიონის ფართოდ გავრცელებული ყურძენი, მეგობრებო, რომლისგანაც სხვადასხვა დახვეწილი ღვინო მზადდება. თაკო, შემდეგი ღვინო რა არის? ჩვენი გამარჯვების დავლიეთ და ახლავე გავაგრძელებთ. ჩვენს მონაწილეებს მოუწევთ ასევე რომ დააგემოვნონ თბილისობის რქაწითელი, თეთრი მშრალი, რომელიც კახეთის რეგიონის ფართოდ გავრცელებული ყურძნის ჯიში გახდა. და ბოლო ღვინო, რომლის დაგემოვნებაც მოუწევთ ჩვენ სტუმრებს, არის თბილისობის წინანდალი, თეთრი მშრალი, რომლებიც მზადდება წინანდლის დაცული ადგილწარმოშობის მიკროზონაში, მოყვანილი რქაწითელი ჯიშის ყურძნისგან და დავარგება ხდება მუხის კასრში. მეგობრებო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ აქ ღვინოები თანმიმდევრულად არ არის დალაგებული, არის არეული. ჩვენც არ ვიცით, წარმოდგენა არ გვაქვს რომელია და თქვენს გემოს რეცეპტორებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კახეთი უნდა ჩავთო. კახეთი ჩართეთ. გამოიყენო. ეს გაჭედილი ხوار მომეცი, ეხლა ეს იმისისაა, რომ ვერ ამოვწოვო, არის გაჭედილი. ამინა შენ მომეცი მე ამინა. გაჭედილი არ იყოს. ჭიჭკლი ბავშვები არ ვარ. სამართლიანად. კარგია, პა. კარგი. აბაე. დავიწყოთ? ამ ერთით უნდა ვატაკო, ჩიგნით თუ ყველაზე ვწვით. კონცენტრაციისთვის გხოვთ სიჩუმეს. იყო, არანაირი პრობლემა არ არის. ახლა გჭირდება ნამდვილად სიჩუმე. აბა პაპი, აკაკის პაპა ჩემი სულო გადავამხელიე ახლა. ატა გიორგი, ეს რეცეპტი. დევეხმარე პაპი. რეცეპტორები კი არა, მიდი კაცო, დავიწყო. გჭირდება. შავით წებ, ნახე რაღაცა, საყვარელი ღვინო თუ გაქვთ. კი, როგორ არა. რომელი? დილას პახველას. ქინძმარაული ჩემი მე ჩემი სახლის ღვინო რქაწითელი. და ქაცითელი რა თქმა უნდა. აბა მიდი. პა, მე შენ იმედი მაქვს. მე თეთრიდან დავიწყე. აბა თქვენს გადაცემას გაუმარჯოს. აი, კაცო, რა ის გადაცემა? ვის რა გამოვიდა? ამის ყვა კეიფდენ ვიბან დაწყიტა. კულა გინდა კაც. ხუსევზეა, ნაბახუსევი ვარ ეხლა და მისწრება. აი, დავიწყეთ. დაიწყეთ, მეგობრებო. ეს არის წინანდალი. ბოლოს რქაწითელი. უნდა თქვა. შემდეგ უკუზანი და საფერავი. კარგად დააგემოვნე. დაფიქრდი გიორგი, მოდი პაატას ვერსიები მოვისმინოთ. კი ბატონო. კარგი. აი, ვერსიები გვაქვს. შეიძლება კი ბატონო. უკუზანი, საფერავი, ხო? წინანდალი და რქაწითელი. აი, კარი რა. მუკუზანი, დიახ. საფერავი. ხიხვი. ეს არის ქაცითელი ხო? და ეს რა იყო მეოთხე? ვახსენეთ? წინანდალი, ვიდეო. წინანდალი. მე. ხო, წინანდალი, ქაცითელი. პირველი ღვინო არის მუკუზანი. ეს იყო სწორი პასუხი. შემდეგი არის შესაბამისად საფერავი. შემდეგი არის რქაწითელი. და რქაწითელის წინანდალი, პატ, გამიმარჯვეთ. ესე იგი, საერთოდ დამაგახე. მაგრამ ბოლოს ვანაირად თქვი შენ, ვანაირად. მოდი რა ვქნათ, ერთი წამი ბოდიში გენეცვალე, ერთი ამ კაცთან გადა ვახტანგურებ მოდი, დავოლებ. მე ვერ დავლებთ თუ? მოდი ამათ გაუმარჯოს, კარგად იყვნენ. გარიმელად იყავი, ჯამთელად. შენ არ მრავალი გეგონოს მოგეგო. ტენი მტერიო. არა, და ვიდეო დაუზე. წინანდალია ბიჭებო და რამე დაცხეთ იგრე ტურში დამალევინეთ. სიყვარულები. დავიდა. ვეგენა, დავიდა.
როდესაც გავიმარჯვებ, იმდენი ტუში იქნება. შემხაზე კი არ დაუკრეს. დიახ, იცი არ მაგათ ვინ უხდის ხელფასს და იმიტომ. პაატას გამარჯვება ყოველ ტურში გვაწყობს მე და შენ. კი, ცეკვაგარშობა არ მოგვაწდება, მოკლედ, მაგრამ აი ამ ხინის შემდეგ არ ვიცი როგორ, მაგრამ ნამდვილად მოგვიწევს რომ მიზანში რაღაცნაირად მოვარტყა. 300 ქულიანი მიზანში სრული შეჯიბრი გველოდება შემდეგ. და ვიწყებთ ახალ გამოწვევას სახელწოდებით გაარტყი მიზანში. ამ გამოწვევაში დაგვეხმარება დღეს გაერთიან ბავშვები. ჩვენი გადაცემის პარტნიორი დაგვეხმარება დღეს ამ გამოწვევაში, რომელიც გახლავთ XS Toys. ის არის ერთადერთი საერთაშორისო ევროპული სათამაშოების მაღაზიათა ქსელი მთელ საქართველოში. და თაკო აქვე უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი არის სათამაშოების ხარისხის კონტროლი და მომსახურების მაღალი დონე. რა თქმა უნდა, სხვანაირად არ შეიძლება. მოკლედ, კომპანიის მთავარი პრიორიტეტია სათამაშოების ხარისხის კონტროლი და მომსახურების მაღალი დონე და ზუსტად მაღალ დონეს ვითხოვთ დღეს ჩვენი მონაწილეებისგან. გიორგი ისეთი თავდაჯერებულია, მოკლედ. მაშასე ვიწყებთ XS სათამაშოების გამოწვევას. Smurfs აპარატი გაისვრის. Smurfs თევზს 5 თევზს და თქვენი ვაზნებით უნდა მოახერხოთ და გაარტყათ ერთ-ერთს მაინც. ხაშლამის თევზებია? იდექი. წარმატებები. არ ვიცი, ნახოთ ჯერ. დაველოდოთ. კარგი, დავიწყოთ. წარმოიდგინე რომ ხაშლამის თევზებია. ოლივიეს თევზი თუ ამოვარდა მე გამრტყელი არა ვარ. ყურადღებით იყავი, მე შეგამზადებ. დათხარ, მე არ მესროლოთ. გამოდი კაცო, მოდი შენ. წარმოიდგინე რომ ხაშლამის თევზი მოგვინავს. ხალის თევზია პაატა, ხალის. აბა ვნახოთ რა სიზამს პაატა. მიდი დაახალე კოშკში. პირველი ცდელობა წარუმატებელი. პაატ, მიდი. რა თქმა უნდა. 1 2 3 4 5 მეტი მონდომება, მეგობრებო, მეტი მონდომება. ემგონი არის შროვა. სადაცდა. მიდი ბოლოს ცდელობა გვაქვს, სხვა. მიდი. არის. ერთს მაინც გავარტყი. ნადირობის ქალღმერ დალის დიდი მადლობა. ყოჩა, პაატ. მოდი მე ჩავიმუხლები რა. გიორგი მოემზადე, ყურადღება მოიკრიბე. და იმედია ვერცერც ვერ გაარტყა. გამოდი. თარსი კატა უბედურება და ჯანდაბა. ალადეს, ბრავო! დიაცდა. თარსი კატა. დაცი. თარსი კატა. კარგი ხარგიო. ჩემო ჯიგარო. დავაი. უსმენ. ვიდი თარსი კატა. კარგი თარსი კატა. კარგია. ბავშვი, ეხა ბოლომდე და აბა მიდი გივარგი. თარსი კატა. კარგი ხარ გიორგი. ქვია დაგდავდა. ერთი. თარსი კატა. გადატენეო. თარსი კატა. არის. მოკლედ. მიზანში მომთქმელი, პაატა. ყოჩა, პაატ. ეს ჩემი წინაპარი იყო რობი გუდი. აბა ეს გამოწვევაც ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა. არის ნერვიულო ჩემო ძმა. ყველაფერი წინ არის. ჩემი ძმა მე და პაატა მიზანში ნამდვილად მოვარტყეთ და შესაბამისად 300 გულაც მოვიპოვეთ. ესე იგი რამდენია თაკო გამახსენე? ამასობაში 500-ით 300. მე და მიმის. არ გაარტყა არ თვალს. ვიცი, ტყუები არისო, შენ არ გეს. არის. ხო იცი რომ არ გეს. დაგინდო. მაშასე შემდეგი ეტაპი. დამატე მეგობარი. და მივატეკით მომდევნო ეტაპს, ეს გახლავთ დამატე მეგობარი, რომელიც ჩვენს მონაწილეებს გამარჯვების შემთხვევაში მოუტანს 400 ქულას, მაგრამ ახალი ენერგიები ხო გჭირდება. ცოტა ამოვისუნთქოთ. ამისთვის კი ახალი ძალები დავიწყოთ. ჩვენი ენერგიის გარანტი. შაქრით, უშაქროთ, რომელი გრება? უშაქრო. მე უშაქრო. ინებეთ, გთხოვთ ბატონო პაატა.
კი ბატონო. იჟდები კოკაკოლაზე. მოდი აბა. გავხსნა? ეს ხმა ერთად. ხო, კოკაკოლასთან ერთად გამარჯობა. და დასწორებული ვარ ვიზეიმებთ მე და პაატა. ბოლოს მაინც მეგობრობა იმარჯვებს ხოლმე ესია. მეგობრებო, ამ ტურში დაგჭირდებათ თქვენი ტელეფონები. გვაქვს. მოიმარჯვეთ ხელში. ამას თუ შემინახავთ ჩემო ძიფასებო. აუცილებლად. გიორგი, მოდი. ინებეთ კენოცოდა. თუ კარგად მოიქცევი შაურმასაც უგემრიელესი კოკაკოლა. კონტაქტებიდან აირჩევ ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც დაურეკავ. პარალელურად ეკრანზე გამოჩნდება სიტყვები და ამ სიტყვების მეშვეობით უნდა მოიგონო ისეთი ამბავი, რომ იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი და შენი მეგობარი ვერ უნდა მიხვდეს რომ ხუმრობ. რაც უფრო მეტ სიტყვას გამოიყენებ 2 წუთის განმავლობაში, მით უკეთესი და ის იქნება სწორედ გამარჯვებული, რომელიც მეტი სიტყვის გამოყენებას შეძლებს. პაატა იწყებს. პაატა ვისთან ვრეკავთ პირველ რიგში? ახლა მე ვრეკავ ჩემს მეგობართან, ყველასთვის საყვარელ ადამიანთან, მსახიობთან, ძალიან ნიჭიერ ადამიანთან, ზურა ნიჟარაძესთან. გახავთ დიდი სიყვარული. თან ხმამაღალ რეჟიმზე პაატა. თან ფიქრობ რაზე მაქვს ბოლოჯერ დარეკრი პირდაპირ რაღაცა არ მკითხოს. ერთი წუთი მე ხოც პირველი სიტყვა გამოვაჩინოთ ეკრანზე, რომ პაატამ შესაბამისი ისტორია რაღაცნაირად ააწყოს. პაატ, შეხედე ეკრანს. ოკეი, წავედით. ღმერთო ეხლა მაგ რაღაცას ელოდებ. ზურა აბა შენის ჩუმად ვარ რეჟიმზე ვთავთ. ო, აუც. ნომერი დაკავებული. დაველოდოთ რა პრობლემაა. დაველოდოთ იქნებ გათიშო სამოსაბები. თქონთ დაველოდოთ. ხობადი. ზური რა ვახარ ჩემი ძმა? თელავის დრამატული თეატრთან დაკავშირებით გირეკავ რა. ხო, ახალი სპექტაკლის თემა არის რა ზური, რაღაცა მაგარი პროექტია, რაღაცა ბევრი ღვინის თემაა, სპონსორები არიან ვიღაცეები, უცებ დამირეკეს და თავარი როლი მინდა შემოგთავაზ, რაღაც დიდი მაყუცია ბიჭო, რაღაც გაურკვევლად დამირეკეს რა. მე მგონი უნდათ მე რა რომ სველია სამანის გაცოცხლება რომად ვიღაც მეღვინე უნდათ რომ დააკავ რა. ვიღაც ტიპი ყოფილა ნესტორა პაპასტური, რავი, ფული აქო და ფეხებზე არ მყიდია ეხა ვინ არის. ხო და ნაბახუსევი არის თურმე ეს ტიპი სუ ოღონდ რა ეგ არის გაიგე. კაროჩე მაგასთან რომ დავრეკე ვიღაც ხალხს ელაპარაკებოდა გამიგე და ერთი წუთიო რა და ვიღაცას ეძახის წარმოიდგინე რა ტიპია რით უშველო რითაო ვიღაცას ეუნება და მე მეუნები ალო თუ შეიძლება მეთქი გაიგე და აი რომელი ხარ მეთქი უკაცრავად პაატა ვარ მეთქი საოცარი ისტორია ბიჭო რო ისაო ლუდით სადღეძელოს ვამბობდით კარჩი მოკლედ ცოტა უცნაური ტიპია რა გაიგე სანახულო ამხა ბიჭო რა ვიცი ხო მაგრამ ფულს იხდის და კაცი თან ახლა კახეთში ისეთ იგრეთი წვიმა მოიდა იგრეთი ჯორი ვარიკებს ამთხოვდაო ხო იცი ხა კაგერე ვარ კახეთში და ტიპი მეუნება რა აუ რა მაგის პასუხია ბიჭო და გუში გავქლიავდით ისე დავლიეთ ჩემს იძეს ხო რაღაც ვენახები აქ იქ რა და ხიხვის დატესტვა იყო და ქისის და სხვათა შორის წამოგიღე შენ გენაცვალე ჩემი ძმა ხო და ხიხს ემინდა რამე მაგარი სადღეძელო რომ გამოუშვა შენ როგორც ცნობილმა თამადა ხوارიცი მაგარი არ არის ჩემი ამავი როგორ არის იცი ქარაქს გიში მიდიოდა რა მიქონდა რა მოქონდაო სადვე თუ ფული ვიშოვე ერთი კაი ყანწი უნდა ვიყიდო შეჭება ხაშლამაკი არისო ხარათ რა ბიჭები ხوار გინახავს ჩვენები ხო ბოლოს რა დაკალით ხوارიცი რაღაცას მირეკავდა ისა რა ქვია ჩვენი ბრატი კაცო რა ქვია ჩვენსა ტრავმატოლოგს ჭუმბურა ხო ერეკლე მეფეც კი იყო იქაო რაღაცებს თვალები იყვნენ არ ვიცი და თვალები არ ვიცი მე არ გავსულა შენ მაგის მაკაციროა ექიმი უროლოგი მლაშევანო იცი კი ვიცი კი რა კაი ტიპი ყოფილა ეგა ბიჭო მან ჩემი შვილის ნატრია შეშო შენი შვილის ნატრია მორჩა ბატონო ზურა საღამომშვიდობის გამომწვევი თამაშებიდან გირეკავდათ ჩვენი უსაყვარლესი პატარს იყო ხუმრობა თუმცა იმდენად დამაჯერებელი იყო და იმდენად საინტერესო ისტორია რომ მე მგონი ღირდა რომ აი ამ ხათაბალაში გაგეყოთ თავი
ლაპარაკობ. 17 სიტყვა გამოიყენა პაატამ. მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ. ზურიკო რაღაც თამაში ვარ და უნდა დამერეკა და ყველა სიტყვა გამოვიყენე. ძალიან მიყვარხარ. ლომო დაგირეკავ მერე. ბრავო. იქნება თუ ნახე დაგბეგო. თუ გნახე დაგბეგო კარგად. მიყვარხარ ზური ძალიან, კარგი. მე მგონი ზურამ პაატას რაღაცა გამარჯვებისკენ უბიძგა, მოკლედ ძალიან რა მაგრა გამოვიყენე ტაჩი ხოჭა, ბრავო. ბრაშე ვანო ჩემი შვილი დაწვია. ლასე ვანო რო დაემთხვა. ეს რა თქვა ბიჭო. ახლა დაურწმუნდი რომ ამას არაფერი არ დაუჯერო. მეგობრებო, ხოჭა პაატ. ახლა გიორგის ჯერია. აბა წავედით. მე დამვირეკე. მე პაატა მადლობა ამ ხასიათისთვის და განწყობისთვის. კარგად გავერთეთ ყველა. სიცილძლივს ვიკავ. გიორგი, ეხლა წარმატებები უნდა ჩემი გისურვოს. მეგობარია, მომღერალი. არა იმდენად ცნობილი, მაგრამ ისეთ კარგად ვენაცვალე ჯიგა. გელა გელაშვილი. გელა გელა გელაშვილი. კოკა-კოლას ავიცა ხელი და გვარი კი ქონია. დავიწყოთ. გიორგი, შენი პირველი სიტყვა არის ახალი სიმღერა, როცა გამოიყენებ ამ სიტყვას, მას შემდეგ უკვე ჩაირთვება დრო. კი ბატონო, დავიწყოთ. გელა გელაშვილს ვურეკავთ. ხო? კი ბატონო. ხო, სოსიტო. როგორ ახარ ნიგოზო? რა ვიცი, ნელ-ნელა უცებ გეტყვი რა ბიჭო, ახალ სიმღერას უწერე ხარ რა? ხო, მე. მიმართულება არის ჰიპ-ჰოპის. და შენ ხო გეხერხება ეგეთი რაღაცეები? რა მეხერხება ვიდეო? ზურნა, დუდუკი, ჰიპ-ჰოპი ბიჭო რა გჭირს? ოღონდ ეს რო ჩაიწერება ეხა რესტონისთვის და იმისთვის არ მინდა რა, ეგ მინდა სცენისთვის, დიდი სცენისთვის მინდა რა, და იმიტომ გირეკავ შენ. ხო და ეგ სიმღერა დამიწერა ორხელა გოგია რო არის, ხო იცი? სანტალაბენოს ბიძაშვილი. ზუსტად. რეკორდი მოხსნა ბიჭო 53 სიმღერა ჩაუწერია და მას მემაძლევს რა. ღვინო კახუროც მაგისია თურმე რა. ხო. ქსოვრელები მღერიან, ტექსტი მაგისი ყოფილა და არანჟი, უпростоრად არანჟი ყოფილა მაგისის, თოვლის გუნდა, ეგაც მაგისია. ხო და იქ მინდა, იცი რაზე გირეკავ, არღანი მინდა რომ მიშოვო სადმე, რომ იქ მინდა რომ ჩანაწერში ისმოდეს არღანი. აი ბიჭო, ვერ იხსენებ ორხელა გოგია, ბოლო ქეიბზე რომ ნახეთ მე და შენ. ხო, ბურვაკები რო ყავს, ბევრი ბურვაკები რო ყავს. ხო, ხრუდება და ბოლოს რო თქება ჩა რაღაცებს რო იცახის ხოლმე. სანადირო თემაში გახსოვს ნადირობაზე რო ვიყავით და ტახი რო დაკოდა. ხო, გვირილებში რო იპოვა ვერ მკვდარი ისა ტახი. მაგარი ეშმაკუნა ტიპია ეგ შენ ძმობას გეფიცები, მაგრამ ნიჭიერია მაგარი. ბიჭო, პატამ დამირეკა ჩვენი პატამ. ხო და მაგის შოუში უნდა გავიტანოთ რა. რა პატა, რუპატა, დიპატა, ხო იცი, ვიპატა, რუპატა. ხო, დოლის თემაში. დოლი გვაქვს სამკუთხედი, მაგას მოგიყვები მე რა პონჩია. მე გარმონე ჩვენი, ხო იცი? Panasonic-ის ეკრანს რო უგავს თავი, ჩვენი მე გარმონე. აი გარმონია გსვათოს რა. ბრავო! ვიდეო შოუში მოხდი ხა შენ და გაესაუბრე. მადლობა გელა. ეს გამომწვევი თამაშებია და აი ესე მოხდი ჩვენს გადაცემაში შემთხვევით. ბრავო, კოჩა. წარმატებებს გისურვებთ და თქვენ ფაქტობრივად გიორგის გამარჯვება მოუტანეთ ამ ტურში. ედათმალე. ბრავო. ბედნიერად. ჩემი ძმახა დაგირეკავ გელი. გიორგი რამდენი სიტყვის შუდი რაღაც მენიშნა ჩემო ძირფასო მეგობრებო, წამყვანებო, არაჩვეულებრივ. ესე იგი რა აღმოჩნდა ეხლა ჩემო ძირფასო ტელემაყურებლებო, რომ გამოდის რომ ჩვენს მეგობრებს ურეკავთ. არ გვისმენენ ბოლომდე რა თქმა და იჯერები. ის გეუბნები. მაგარი. მოკლედ ეგენა. საოცრება იყო ორივე. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი ისტორია შეთხსე და მართლა მინი სპექტაკლი გაგვითამაშე აქ. მაინც თამაშია, გიორგი მოცი სიტყვა, ყველა სიტყვის გამოყენება შეძლო ამ თამაში და შესაბამისად გამარჯვებულად ამ ტურში ითვლება გიორგი, ბრავო. ბრავო. მოიჭი, მეც ყველა სიტყვა არ გამოვიდმე. მოდი ჩემთან. მეორე ხელი მომეცი. მოკლედ ამასობაში. მე აუცნაურად მეუნებით. ჩვენ გავიმარჯვეთ და ანგარიში არის 7 სიტყვის. დაგვალოდეთ
წინ გველოდება სპონსორის ჩელენჯი, რომელსაც გვთავაზობს Coca-Cola. პატა, მოდი ჩვენთან. მოდი ჩემთან. და კიდევ ერთ გემრიელ ნოყიერ ძალიან მაგარ ტურს მივადექით, ეს გახლავთ სპონსორის ჩელენჯი, რომელსაც ტრადიციულად გვთავაზობს ჩვენი წარმდგენი კომპანია Coca-Cola და რომელიც ტრადიციულად ასევე გვავსებს ხოლმე ახალი ენერგიები. და აი ახალი ენერგიები ახლა ნამდვილად დაგჭირდება. მოაჭახუნე. აბა, ამ ტურში Coca-Cola-ის ენერგია ახლა ნამდვილად დაგჭირდება ყველა მეგობრებო, ასე რომ შევივსეთ მისი ენერგიით და რაც შეეხება ჩვენს თამაშს, თქვენ ხედავთ მორებს. ჩაირთვება 1 წუთი და მონაწილე, რომელიც უფრო ღრმად მოახერხებს ჩახერხვას, ის იქნება გამარჯვებული. კიდე ერთი ისტორია მოგიყვეთ. აბა, გვინდა. მე როგორც მოგეხსენებათ, თელავში დავიბადე, გავიზარდე და შემდეგ ჩამოვედი ინსტიტუტში. უცებ მოვყვები ხა თქვენ დროს არ წაგართვეთ. და მე ვარ 90-იანების ადამიანი რა. და თელავში ძალიან გაჭირებული მდგომარეობა იყო, სიტუაცია შუქი არ იყო და იქ ტყის ტყე იყო ახლოს და მე და მამა ჩემი ვეზიდებოდით ისევე როგორც სხვა დანარჩენი თელაველები, სათავს ვეძახდით რა. ესეთ მორს ჭრიდით რომ გაგვეთბო და მე და მამა ჩემი ვიყოთ ბირდაბირით ხერხავდით ხოლმე, ამას დავშეხავდით დილას და დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ვამზადებდით ასე თქვა ასეთი ზომის იმის. გამოცდილება მაქვს, მაგრამ ბირდაბირით. ორკაციანი ხერხით. ხო და ამიტომ ეს ძალიან ეს ისი რაღაცა დავითრგუნე ეს რომ დავინახე, უცებ ის დრო გამახსენდა. იცი რა. მაგრამ შევეცდები აი აქეთ აქვს რაღაცა და ეს თითი ხუარი. შევეცდები რომ ეს გამოვიყენო ჩემი ბავშვობის გამოცდილება. მაგრამ თქვენ ადგილზე მე აი აქედან გავხერხავდი აი ესე რა რომ უფრო საინტერესო იქნებოდა. ამადი არ ვიყოთ ორიგინალურები, არ გვინდოდეს. ეს არის ტური. გახერხე და მოიგე. ყურადღება ეკრანისკენ. სპონსორის ჩელენჯი სტარტიდან დრო ჩაირთვება. დრო რამდენი? დრო გაქვთ 1 წუთი. 1 წუთის განმავლობაში დრო ისათუა დაიწყება და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ. იყოს აქ. 3 2 1 დრო ჩაირთო. მიდი პა. მიდი პა. კარგი ხარ. კარგი ხარ, სულაც არ გჭირდება თურმე ორკაციანი ხერხი. ოკეი. 40 წამი დაგვრჩა. მე გავხვალ ბოლოში. ოჩა, ოჩა. მიდი. ესა ის რა ტემპით მიდის? ოჩა, პატა, ნელა. არის! გამოცდილება თავისას შვებავა ამაზე რა ნათქვა. ეს მე მაყურებელს უნდა უთხრა, ძალიან ვიწუწუნე, პროსტა უბრალოდ მაგარი სპეციალისტი ვიყავი და სპეციალურად დავთრგუნი აქ ხალხი. ტაში აუდიტორიიდან რაც ნამდვილად დაიმსახურა. პატამ გიორგი ყოჩახ, შენს მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამ შედეგს. გულშემატკივრობთ, პატა. რაღაც ახალ აღმოჩენებს ვაკეთებთ შენთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ამასობაში. თქვენ უნდა ნახოთ როგორ ჩერხავ. მაგარი დემოს რეცეპტორები, მაგარი მიზანი ქონია. აგერ ძალმომრეობაშიც და რა ვიცი, გახერხვაში ძალიან მაგარი ყოფილხარ და ახლა უკვე შეხების რეცეპტორებს შევშევ ბურატიდოს შემი გაკეთებული. ანგარიშია 1700 პატას და ჩემს სასარგებლოდ. მაგრამ გადავედით ბოლო ტურში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ გველოდება ურთულესი კარაოკე. ეს არის გამოწვევა ურთულესი კარაოკე. ანგარიშად შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, არის 1700 ჩვენს სასარგებლოდ პატ და ახლაც უნდა იმარჯოთ. მოკლედ შეგახსენებ წესებს და აქვე მაყურებელსაც. არის მოცემული 5, 3 განყოფილება, 3 განყოფილებაში არის რამე ან ვინმე. დიახ,
და თქვენ სიმღერის პარალელურად უნდა გამოიცნოთ ამ რამეს არ ვინმეს გამოცნობა უნდა შეძლოთ. მოკლედ და აქვე ჩვენთან ერთად იმყოფებიან რუსთავიორის განუყოფელი ნაწილი ქსოვრელები, საქართველოს სიამაყეები შეიძლება ითქვას და რომლებიც აკომპანირებას გაუწევენ პაატას და გიორგის ურთულესი კარაოკეს. და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო, სიამოვნებით. მომძადი აქედან გამოვაცხადე. გავხდები თქვენი გუნდის წევრი. და აქვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის ტური, რომელიც გადაწყვეტს გამომწვევი თამაშების გამარჯვებულს. პაატა, ქვე წარმავალი შენ არის. სიმედად ვარ. ქვე წარმავალი არ არის. ვიცი. მე და გაკვირდები ან აქედან. დაღმა წაღმავალ. ხო, მუსიკას ქსოვრელებს ან თქო რამეში არ ვატაკოთ ხელით, რა ვიცი. ავიციო სახელო. სახელური მაინც აიწია. რა ვიცი. მე არ იყოს ვიცი რაც არის, მაგრამ ვერ ამოვიღებ. კარგი, მეგობრებო, მოემზადეთ. და რას მღერით? რას ვიმღერებთ ესეც გვიყვარს. დაში ბიჭო გიორგუნა. რავი, რაც გინდათ ის დაწყეთ და ვიმღერეთ. ავყვევი. კარგი, პაატა აღვება. აქ უნდა ვიმღერო? თავარი არის, არ გაჩერდე და თან გამოიცანე. სიმღერას დაიწყე თუ არა მე? არაგარაგია ჩვენი დიდი ბახში შეირენ ნობოდეთ წვი მასრიდეს აი კაკრას აჯდება მე გავიხედი შენ ჩაგაწვე ბარაში კაჯან არ შაგეციდეს მაგრამ ისინი მე გავიხედი შენ ჩაგაწვე ბარაშ კაჯან არ შაგეციდეს აია იმასაც ეშინია. მე გავიხედი ვა თვალიერე. ვა თან იმღერე არ უნდა გაჩერდე. ბარაშ კაჯან მე არ შაგეციდეს გაგამზადებოდი. შენ ჯეინი სამწოვადი ხარ ბოლომდე მიცი. მე კი კომში შემშავე ვინო რა იქნება მაგდუცებში ერთი პაჩი მაგანე ვინო რა იქნება რა მოვკიდო ხელი აქ ჩაყავე. ერთი პაჩი მაგანე ვინო შენ ჯეინი სამწოდე გაშინია ჩაყავე. მე კი კომში მოკიდე ხელი. არ მიკბინე მოკიდე ხელი არ მიკბე. ეს არის რასაც ხელს მოკიდე ხელი. ეს რა არის იმღერე. ჩემო ბარაშკა ჯან არ შაგოს ეს რა აგეცია თვალიერე. რა 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 ბარაშკა ჯან არ შაგოს შემდეგი. როცა მოვკვდე კენაცვალე გთხოვა მიყავი სიკეთე შერომაწევ ხარ იმ ტახატისგან ხისრი შეკუბო გამიკეთე მოკიდე ხელი. შერომაწევ ხარ იმ ტახატისგან ხისრი შეკუბო გამიკეთე არ ბიჭო ეს ლები შამის ბასტა პაპუნა უქრომჭედელი არ არის გავაჩეროთ იცი რაც არის. დაახლოებით მე რა ვიცი ვირთხა ესა თუ რა არის მე რამდენი კარგი, ჯერ არ თქვა, არაფერი არ თქვა. ახლა ამჯერად უკვე არის გიორგის ჯერი. პაატა, შენი ვერსიები შეინახე. შენ თუ შეინახე. პაატა რა გაარკვია რადევს ყუთში, რა ვერსიები აქვს, მაგრამ იმდენი ვიცი. ძალიან ბევრი. მეც და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც უნდა მოგიხმო ახლა. აი ეგ არის იგეთი აბა ბიჭებო, ავიღოთ სტარტი? დავიწყოთ. ოჩა.
ჩაყვები მემკვრის ნაპირეს ლოქო ჯანარი მურწა კალამახი უკვე გასახდა ექვსი ბაბახი ნერსიაც ვინათებე გოგო შენი თვალები შენი ეშხი დამწარი ღვინოს დამეწაფები აგანდალი გაზარი შეგაგოცებს ფასარა ვაკრა დარგი კბინოს ადანდალი დანდალი ჩემი ოქრო შანდალი ადანდალი დანდალი საიდა ოპა მოვჩით ბრავო რომელი ხარ სიმღერის ნაწილში ბრავო ორივეს ახლა გამოცნობის ნაწილში უკვე აქეთაც რადგან შენ თითქმის მე დაიწყე ვიცი თამაში შესაბამისად გაქვს პრივილეგია დაიწყო რატო კაცო მე რატო ვიწყებ და ვამგან დამან დაიწყოს და თუ კაია ჰო ვეთყვი დამაიცა აბამი მოდი ასე გავაკეთო პირველ უჯრაში მაშინ თითო დავასახელო ფრინველი აქ რა ფრინველი აღარ ფრინველი დაიწყე კაცო მე არწივი რა ვიცი აქ ვიტყვი რადევში აქ არ ვიცი რა რაღაცა სქელი ბაკანი ქონდა და კუარი თუ რა არის არ ვიცი რა ძალიან რთულია რა ამ ეს დაახლოებით მივხვდი რაცა ეს არის რაღაცა მრღნელია რა ახლა ვირთხას რო არ ჩამისვავდით აი დაგბერდავთ ზუსტად იცი მაგრამ დაახლოებით ხვდები რა შეიძლება რომ მოშინაურებული იყოს ხო ისეთი ელემენტური იყო ხელებში რა მოდი ხა ეს რაღაცაზე დაგვიყვე ზღვის გოჭი ესეთი რო როგორია? ხო, მაგრამ ღრნელების სხვადასხვა სახეობა ხო არის და პირობითად შეგიძლია რომ დააკონკრეტო რომელ ვერსიას ხარ. ბოდიშვილი. აქ მაგარი რაღაცა შენც მოხვდა ხალხი. ხო. აქ ნამდვილად მაგარი. მაგარი რა უნდა იყოს. ჯერ ის მითხარით, შენგან ველოდებით. დროს. აი მე საბოლოო დავასახელო შეგიძლია. შუასაც იტყვი? აი ესე მივყვები. კარგი, უნდა მივიღოთ პაი. ეს არის წერი. დიახ. ყველა ვარიანტი. ხო? შემდეგი. ეს არის ზაზუნა და ზღვის გოჭი. ზაზუნა და ზღვის გოჭი. მწყერი, ზაზუნა და ზღვის გოჭი. გიორგი, გთხოვ. გიორგი, შეგიძლია ნახო. ნახავ რა. მოდი. კარგი, ნახე. ოღონდ არ ჩაიხედო. არა, ამ ჩვევია. აი მაკეთ არის? ჰუ, რა არის ბიჭო ეს? კარგი. მორჩა, ახლა უნდა დაასახელოთ საბოლოო ვერსია. დაიწყეთ პირველი განყოფილებიდან და პატას ვერსიები ვიცით. ეხლა გიორგი არის შენი ჯერი. წერი. პირველი. კი ბატონო, მეორე განყოფილება. შეგიძლია ეს თქვა ეხლა. ესეც ნათქვა. ოღონდ მე მგონი არ ვიცი ეს იქნება ჩემი აზრით, აი წყარში რო ნიჟარებია. საბოლოოდ ის მგონია და აქ არის ზღვის გოჭი.
არ ვიცი რა. კარგი, მეგობრებო, დადგა დრო ვიხილოთ თუ რა დევს ყუთში და ანგარიშებს შემდეგ მოგახსენებთ. თხოვთ მუსიკა. მარში რამე ემბრიელო სორელებო. მუსიკის ფონზე კარგია ეს ყველაფერი. მეგობრებო, და ისედაც არ ვიცი რა არის და რანაირად უნდა გამომიჩნდეს. ძალიან რთულია ნამდვილად. ჯიში კივანო, რომლისაც პრინციპში ყველაზე მეტად შეგეშინდათ თქვენ და რომელსაც ძალიან კარგად დაგაბნიათ და პრინციპში მთავარი მიზანი ალბათ სწორედ ეს იყო. ანგარიში გადანაწილდა შემდეგნაირად. ეს თამაში მორჩა ფრედ, შესაბამისად ანგარიშია 1500-ით 1200 პატარ სასარგებლო და გამარჯვებულია პატარ დღევანდელ გამომწვევ თამაშებში. საჩუქრები უნდა გადმოცემთ. არ გვინდა! არ უნდა? კარგი, დავიშალეთ. არა, გინდათ მეგობრებო, აუცილებლად გინდათ და ჩვენს პარტნიორებს და სპონსორებს უნდათ რომ გაახაროთ თქვენი გულები, შესაბამისად ჩვენი წარსდგენისგან, კოკა-კოლისგან გადმოგეცემათ უამრავი კოკა-კოლა. თქვენს გეყოფათ, ქსოვრელებსაც ეყოფათ და ყველას ეყოფა, ასევე ხო, არ დაგვაუწყდეს. სცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი ფრანგული ბრენდი ჩმისამოყვანის თემო თავის და სხეულის მოვლის საშუალებებს. დიდი მადლობა. პატა გიორგი, ამ საჩუქრებით თქვენ საყვარელ ქალბატონებს შეგიძლიათ ნამდვილი დღესასწაული მოუწყოთ და ასევე მივმართავ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ როგორც თბილისსა და ბათუმში, ასევე ზუგდიდსა და რუსთავში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ივროშეს და მოუწყოთ თქვენ საყვარელ მანდილოსნებს დღესასწაული. და ასევე ქართული ღვინის სახლისგან გადმოგეცემათ. ღვინის ნაკრებები თქვენ თავარია. გემრიელად მიირთმევთ. კიდევ ერთი საჩუქარი ჩვენი პარტნიორი კომპანია გადმოგცემთ XS სათამაშოები, სასაჩუქრე ვაუჩერს თქვენი პატარა მეგობრებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ გაახაროთ. ბრავო, მეგობრებოდან თავარი პრიზი. გამომწვევი თამაშების გამარჯვებული გახდა პატა გულიაშვილი. აი ესე. დიდი მადლობა. აუცილებლად მოდით თამაში, იმიტომ რომ ძალიან აზარტულია და მოდით აუცილებლად დაგირეკავენ დათანხმდით, იმიტომ რომ მაგარია ძალიან. ჩვენ გიწევთ თქვენ ეს გამომწვევი თამაშებია. გამომწვევ თამაშებში შოკი და მხიარულება ერთმანეთს სვლის. ნერთო ეგეთი საშინელი, ეს პური არის ужасის. ლაშა რამიშვილი და სალომე გოგიაშვილი. დენდარტყმული ნინტანელი. განურწყავს და მოიგონა ეს თამაში ვინ მოიგონა. და ტვისტერი წარმოუდგენელ პოზებში. სალომე როგორ მიყარხარ ნეტა იცოდე შენგენა სალომე. ლაშას და სალომეს ზარი მეგობრებთან. ეხტი ჩემი უახლოეს მეგობარია, აქ რაღაცა ჩაჩაჩები დამიდგა და ასეთი რთული კარაოკე ჯერ არასდროს ყოფილა. დღენას დავლე წყალს არა შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე გამომწვევი თამაშები რუსთავი 2-ზე.